რამდენი ხანი ამ ბლოგს ველოდებით რომ იცოდეთ? არა მარტო ჩვენ ველოდებით ხათაშორის მას შემდეგ გავაანონსეთ რომ წინა საახალწლო ჩვენ ვეყოლებოდ ახალი თანაწამყვანი მოკლედ დიდი ინტერესი გამოიწვია ამან ყველა საინტერესებს ვინ არის ეს ადამიანი ეს მამაკაცია ქალია ახალგაზრდა ჩვენ ასაკის არის ვიხართ იმის რომ ვიცით სქესიც ვიცით ასაკით და ვინაობას მაინც ძალიან მოუთმენლად ველოდებოდით ამ დღეს და დადგა ხო შეიძლება რაღაც დროშიც სხვაგვარად შეიძლებოდა ეს მომხდარიყო ცოტა უფრო ადრე შეიძლება სხვა არხზეც უნდა მომხდარიყო მაგრამ რატომ როცა ახლა და ჩვენ არხზე შეიძლება რომ მოხდეს და ჩვენს გადაცემაში კონკრეტულად ნამდვილად ის ჩვენი ძალიან კარგი მეგობარია და საერთოდ ფანტასტიკური ადამიანია. დარჩეს თვითონ მოგყვება? ხო, და მე მიხარია რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც ამ სტუდიაში ჩვენ დაგვეხმარება, უბრალოდ ჩვენ დავეხმარებით მას ყველანაირი სტერეოტიპის დამსხვრევაში. მართალია და ძალიან თქვენი მეგობარი გახდება იმდენად უშუალო, ლაღი და სხვანაირი ადამიანია. და საინტერესო და საინტერესო ბიოგრაფიის ხოჭორ და ყველაფერს მიდებულ, მოდებული. და ახლა მინდა რომ ჩვენც მიგვედ მოგვედოს. ჩვენი ახალი თანაწამყვანი სამშაბათი დღის ჩვენი ახალი კოლეგა მერაბ დუკაშვილი, რომელსაც ვთხოვთ სტუდიაში. მერაბ. აბა ხაშერო იცის ოსტატურად? ესე შემაადრელებს. როგორ ხარ? მოგესალმებით ყველას. კარგად ვარ, ძალიან კარგად გამომაცხადეთ რაღაცა. კიდე ხო გავოდა. გამინდა რომ დაგეწყოთ ისე. ახლა მითხარ სუარნერვილობ შენი დებიუტია. წამყვანის. აქ ერთხელ ვარ უკვე თქვენ თანამყოფი. მაგრამ სტუმრად იყავი მაშინ. მახსოვს. რაღაცა გახსოვს. ესე იგი, ბევრ ამას არის მიდემოდებული. რომ თქვა, ხო და მოგვიყევი საერთოდ შენი. ვიზია საუბარი შენ. ბევრ რაღაცებს. ანუ მუშაობ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში. დიდი მადლობა ბატონ ნუგზას და ქალბატონ ნინოს ჩვენს უფროსებს. ჩემს თანამშრომლებსაც დიდ ყველაზე გადავწყვეტ. ამავე დროს ვარ პარაოლიმპიური სახეობის სპორტსმენი, კერძოდ წოლმჭიმელი, რაც გულისხმობს დაწოლით შტანგის აწევას და ამავე დროს, ისევე სამსახურიდან გამომდინარე, ვთქვათ, ვკითხულობთ სემინარებს, ჩემს ძალიან ლამას თანამშრომელთან ერთად, ისიც სეტლით მოსარგებლი არის მარიკო, გახსენე მარიკო იცოდე. დამიმახსოვრე. და რა ვიცი, აღარ მახსენდება კიდე. თეატრი. როგორ არის? თეატრები, სპექტაკლები. თეატრი, როგორ დამავიწყდა. ანუ შარშან ვითამაშეთ ოფროუდი, მერაბ შალიკაშვილის თაოსნობით. ძალიან კარგი ნიჭიერი პიროვნება, მერაბ გახსენე. მეტყვი ზოგმა მითხრა რომ ისა თვალი ჩამიპაჭუნეო, თვალს ვაპაჭუნებ. ყველაფერი ქენი. კუცნა გამოგიგზავნეო, ხელი დაგვექნიო, ყველაფერი ქენი. იცოდეთ? მე ადრესატი. კოცნა, ანუ ჰაეროვანი კოცნა მეგობრებს და სხვანაირი კოცნა ჩემსაცოლეს უკრაინაში, კერძოდ ლუცკში, ნატალუჩკა, я тебе кохаю. რაშია? ხარით მიდემოდებული ბიჭი ამეთ. ესე იგი მანა ქორწილი გველის. ამ წელიწადს მინდა კი. ინტერნაციონალური რა მაგარი. ცუდი არის შეიძლება სხვისთვის იყო ესეთი საუბარი რომ რატო ქართველი არაო, მაგრამ ქართველმა ვერ შეძლო მის გაგება. რაც მჭირდებოდა მე და შეძლო სხვამ სამწუხაროდ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თავარია საბედნიერო. ის რაც ქართველი თქვა სახელი. ეხლა ალბათ ბანალური ეს იყო თავისთავად ინტერნეტით არსებობს ესეთი საიტი, არ ვიტყვი, რეკლამა გამო. და სხვებმაც ხო რატომაც არა ბედნიერება იყო, უბრალოდ თავიდან რაღაც სხვანაირად დაიწყო. მე სხვანაირად აეწყო, დამანახა, ანუ რა არიცით, ძალიან დიდი სილაღე დამანახა, ძალიან დიდი სიყვარული დამანახა, ერთგულება დამანახა, სილამაზე დამანახა, აღარ გეტყვით რა დამანახა კიდე და ესე რა გინდოდა, რა კარგი ეს, რა კაი დროს შემოვიერთეთ ქორწილშიც დაპატეჟებულები ვიქნებით ძალა უნებურად. რა მინდა იცი გითხრა? არ უნდა მაგას. რა მინდა იცი გითხრა? აი ეს ფრაზა ძალიან ნიშანდობლივი იყო შენ რაც თქვი, რომ აი ის რაც ქართველმა ვერ შეძლო, ვერ დაინახა, შენ ვიღაც კონკრეტულ ერთ ადამიანს გულისხმობდი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებაში საერთოდ პრობლემა აქვს. ჩვენ არ გვაქვს
კულტურა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის და მე მინდა რომ შენ ამ სამშაბათს დღეს გარდა იმისა რომ შენი მეგობრები მოიყვანო აქ და გაგვაცნო რომელსაც ახლა ხან თვალს უკაჭუნებ და ხან მოიკითხავ გარდა იმისა რომ აი ვილაპარაკოთ და ჩვენც ვისწავლოთ შენგან რაღაცები და მაყურებელსაც ვასწავლოთ ხო გააჩნია ამდენს რამდენს გადაგიხდით და არა მე მახსოვს რომ შესაძაც მე რაბი თავის მეგობართან ერთად იყო ჩვენთან სტუმრად ხანდახან ხომოდიან ხოლმე სტუმრები და გთხოვენ რომ თქვენთან ფოტოს გადავიღებ და ეს შემთხვევა იყო რომ ჩვენ ყველას გვინდა და მათთან ფოტოების გადაღება გახსოვთ ირმა გახსენეთ ირმა ჩვენც კი გვახსოვს ირმა კაი რა კი ამაზე ვსაუბრობთ მაინც შინაური ხარ უკვე და ჩვენთან ოჯახში ხან სანატორიუმი სხვა შუადღეა ხან სილამაზის სალონის სხვა შუადღეა ხან ექიმის კაბინეტი და დღეს ექიმის კაბინეტი სხვა შუადღეა ხო მაგრამ ამ წუთას არის ოჯახი ბინა სხვა შუადღე ჩვენ ძალიან გულწრფელად ყვებით ხოლმე ჩვენს ცხოვრებას და შენც იცი რა მოგვიყევი რამდენადაც შეგიძლია ეს საერთოდ როგორ მოხვდი ეს ძალიან ძნელი მაიმუნო სახიობი რო ხარ კი გავიგეთ მაგრამ ანუ ამას ყოველთვის ახალისოდ ყვები ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის იმიტომ რომ ყველას აქვს პრობლემა ყველას აქვს რაღაცა ბარიერი გადავლილი ყველამ რაღაცაზე გადაიარა ну იყო ესე რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი სპორტში ცეკვავდი სამედლისო ცეკვებს ვიყავი კალათბურთელი ძალიან აქტიურად უკვე გუნდშიც ამიყვანეს რაღაც აქეთ-იქით და ну არ ვიცი საიდან როგორ უპალაჩნულს გიფს რო იტყვიან რაღაც მაგდაგვარი ნახე დაცემით არ დავცემულ ვარ მაგრამ აღმომაჩნდა სიმსივნე ხერხემალზე დემოხთმალაზე გუნკერდის არეში ну ეს ეძახიან ახლა არ ვიცი ახლა გონი შეიცვალა ტერმინოლოგია და დამიზიანა ნერვული სისტემა და ამავე დროს დაიბეჭა ხერხემლის ტვინი ეს იყო 97-ში უკვე მე-18 წელია რაც ეთლით მოსარგებლე ვარ მე-18 წელია ეთლით მოსარგებლე ვარ და ну ძალიან ბევრი რამ იყო იქ დეპრესიაც იყო ხო ეს მომწეს რაღაც სულიერი ძალიან დიდი სიძლიერია ძნელია და სიმტკიცე აი ესე ხარ რომ საუბრობ თორე ხარ აი ძალიან სახალისო ძალიან ისეთ გარდა ტექნის სასაცილო მაგალითს მოვიტან ძალიან ისეთ სასაცილოს აი წარმოედგინე რა მანქანა ყავს თქო ჩიპი მყავს შავი საწუწრაფული არ მისმენს და შე რო ახლა ვთქვათ ზაპოროჟიეში რო ჩაქსვან ეს ცუდი შედარება ძალიან უხერხული აი დისკომფორტი რაღაცა სულ ნერვიულობ სულ განიცდი საქმეს ვერ ანუ ხო ხტები ეს არის შებუჭილი ხარ ახლა მე თავის დროზე სულ ლოგინად ვიყავი და წამოჯდომაც არ შემეძლო საწყალი ჩემი მშობლები წამოჯდომას მასწავლიდნენ მამა ჩემა რაც გადაიარა ესეთი მგონი არავის არ გამიგონია ყველაფერი 15-ის ვიყავ 15-ის ან ყველანაირად რთული პერიოდია ეს ახლა ჰორმონები დარბიან ტვინში რაღაცას იგიჟეკა ფიზიოლოგიურად თან მაგ დროს არის თქვა ის დამატებითი რაღაც გართობის საშუალება თქვა არ ქონდა იყო ერთი ძველი ტელევიზორი ქონდა რომელიც მეორე ახლა ერთ ოთახიანში ცხოვრობთ და მეორე მხარესი დგა ტელევიზორი და იმ ტელევიზორს მოახუხებდნენ ხოლმე ერთხელ მახსოვს ძალიან მახსოვს ტერმინატორი რადიოდა და მაგდროს მაყურებინეს აი ბედნიერი ვიყავი და ნუ ჩემი მეგობრები ბიჭები რომლებიც აი თავთან მედგნენ რასაც ქვია თავთან მედგნენ უყოლას მისმალობა გიაზნარაშვილო შენ კერძოთ ვალერი ყველა გიო ყველა გახსენეთ რა დანარჩენები არ მიწყინოთ მე სახში მოლ მე გახსენებ მე რა ვიცი რა მაინტერესებს ვისი დამსახურება ის რომ შენ ესეთი სავსე ცხოვრებით ცხოვრობ და აი პირველად როდის გადალახე ეს აი ქუჩაში შენი მშობლების დამსახურება ეს თუ შენ თვითონ გადაწყვეტე რომ არ დაგმალეს რომ არ ჩაკეტეს სახში არ მალავდნენ როგორ ხდება ხოლმე მე წეგანაც თქვი რომ მე მამაჩემი მამის დისერტაცია დაიცვას უკვე ანუ სამედიცინო იქ თქვა რაღაც დამუშავება იყო უკაცრავად ნაწოლები ის აი ძალიან ბევრი რამ გადაიტანა მაგ პიროვნება ნუ დედაჩემაც ქალია ქალებო ძალიან ძლიერები ხართ მიამაყებით ყველა დედაჩემა ძალიან ბევრჯერ რომ შემოსულა წითელი თვალებით თქვა და ნუ რა იყო რა გჭირდა არაფერი თავი მტკივა კი არა და თქვა ნუ ტირო და ნუ ეს ძნელია მაგრამ ნუ მე უკვე როგორც თქვი მეგობრებმა საწყისი იყო და აი შენში რა ხდებოდა ჩემში იყო დედად განიცი და მამა უშუალოდ რაღაცა მაგრამ აი შენში შენ ძალის დაკარგვა ჩემში იყო რაღაც უიმედობა ჩემში იყო რაღაცა აი არარწმენა მაგრამ შეიძლება გაგიკვირდეთ და იყო ესეთი რამ როცა ვეღარ ვიხსენებ იმ კლიპს
რაღაც კლიპი იყო, სადაც ფერატკანიანები ვარჯიშობდნენ სანაპიროზე. ეს უყურე და ვთქვი, მეთქი მეც მინდა. ანუ მინდა რა ესეც ხეული მინდა და ძალიან მაგრამ ახსოვს დავიწყე კილო 25-იანი განტელები მქონდა და დამიჯერეთ სამჯერ ვერ ავწევდი. სამჯერ არ მქონდა იმის ძალის კონდიცია. აი ეხლა კიდე რა მიჭის, მაგრამ მაგდოს გამხდარი გალეული და რამდენი კილოს წევ 120-ზე ვართ შეხარ ჩემი ბატონი, ძალიან ცოტა, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან ძიმე სპორტია, მაქსიმუმ. მოკეთ კილო 200 ვერ წევდი, აქედან დაიწყე. სკამი ვერ გადავდგი ერთხელ 20 თქვა მჭირდებოდა გავლა. ეტლზე არ ავჯდებოდი, იმიტომ რომ ცხენოდა რომ მეთქი მეგობრები დამინახავდნენ, მამაკაცი ხარ მაინც და გოგოები, ой მე მეთქი გოგოები რაღაცა. იყო ისე რომ თქვა წესიურად ჯდომა შემიძლია რაღაც მატრასები და ჩაფენილი რაღაცა რომ ერთ ადგილას ყოფილიყავი და ნუ უბრალოდ მე ჩემში მოვიდო. მეტროში ჩახვიდოდი და ამოხვიდოდი შენი ახალების ვუყვები დღემდე ყველას უცნობს, ნაცნობს ვუყვები და აი ხო ეს ის ბიჭია, მეც მინდა ჩემი მეგობრები ვახსენა, ეს ის ბიჭია ჩემო მეგობრებო, რომელზეც ყვები რომ მეტროში ჩადის და მე ვარ. ეტლით. მაგრამ ამას რო ყვები აი ბოღმა მაწება ესე ვიხჩობი ხოლმე ბრაზისგან რომ ამის გაკეთება გიწევს. ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში, სადაც ტრანსპორტის არც ერთი საშუალება მცხოკე ძალიან ბრაზობ, არ არის ადაპტირებული, სადაც აფთიაქში არ არის პანდუსი, სადაც მე არ ვიცი, აი სამედიცინო დაწესებულებებში. ხო, ჩვენ ძალიან ბევრ წინაღობას ხვდებით. ძალიან მაგალითად ტაქსი როცა თქვა ვაჩერებთ ტაქსს, ძალიან ბევრი არ გვიჩერებს და თუ აჩერებს რაღაც ისეთ სასწავლო რაღაცა სიტყვის რომ იმიტომაც არ გამოდიან. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა აქ მარტო ეტლით მოსარგებლეებზე არ არის მერთმა დაგვიფაროს, ან ცუდად ვიტყვი, მაგრამ შერშემო პირები საქართველოში ოფიციალური სტატისტიკა არის 200,000. ამ 200,000-ში არის ეტლით მოსარგებლეც, სმენა დაქვეითებული, თქვათ მხედველობა დაქვეითებული და რაღაცა იქ თქვათ ვისაც ამპუტირებული აქვს თქვათ კიდური, ანუ 200,000-ი 3 მილიონი რაღაცა ვართ, ამდენი ვართ. და არაოფიციალურად არის 400,000. ეს არის კატასტროფა. ნახევარი არც არის ფიქსირებული, იმიტომ რომ არა. მეოთხედი ლამის. რაღაცა ისე მხიარულად დაიწყე და არ შემილია მეტირება რა ვქნა. ნუ კაი გადავიდეთ მხიარულზე ხო და? არა, მხიარულზე არა. ანუ გარდატეხა იყო ის ვიდეო, სადაც ვართ. ის ვიდეო იყო, ანუ ის ხატავდი კიდევაც და მე გავანებე თავი. გამიფუჭდა ხელი, მე ვეღარ, მე გულით ვერ დაუდე, რაღაცა კითხულობდი, მე გავანებე კითხვასაც თავი. ანუ ის იმ ვიდეოდან დაიწყო. მე იყო ფიზიკური ის ჭირდებოდა ხო რაღაც აქტიურობა. რაღაცა რომ დავინახე რომ რაღაცა, თქვა რაღაცა შემომატე ჩემ თქვა ცხოველს თქვა, ხო? მე რაღაცა უფრო მეტი მომინდა, უფრო დავამატე. მე ძალიან დამეხმარნენ დარბაში ჩვენთანაც უამრავმა ადამიანმა თქვა მომცა იმის უფლება რომ მე უფასოდ მევარჯიშა და იქიდან წამოვიდა და უბრალოდ ის იყო რომ ერთხელაც როცა გავიღვიძე და დაუჯექი ეს სათულზე წამოვჯექი ჩემთვის მაგდოს თქვი რომ აი ვის გულისთვის ვიკლავ თავს? რატო ვიკლავ თავს? მაგით რას ვამტკიცებ? ან ჩემს თავს რას ვუკეთებ? ან თქვა ჩემს მშობელს, ხო, ჩემი თქვა ცუდად ყოფნი თქვა დედა ჩემი რომ შემოხედავს ის ხო უარესად გახდება. მოდი ვიქნები წარმატებული, მოდი ვიქნები რაღაცაში რაღაცას მივაღწევ და ნუ აი ესე დახმარებით მე ჩემი მონდომებით და აი გავედი წინ. დღეს დედას ტკივა თავი ხოლმე? დედას ტკივა თავი ხოლმე მუშაობის გამო და გადაღლილობის გამო. მეტი არა. სახში დე მიყვარხარ. დე კი არა, დაძმა. შენც მიყვარხარ, როცა ვნახავ შენც დაძმა ყავს. კი, მარიკო, შენც მიყვარხარ, შემოდაო და ლევანი შენც მიყვარხარ და რძალს მინდა დაბადების დღე მოულოცო, კი. უფროსი. კეიფობთ. არა, მე ვართ რაღა იყო, მე ვარ უფროსი, ისინი არიან ჩემზე 5 წლით პატარა ჩემი ძმა და ჩემი და არის 8 წლით. ბავშვთან ურთიერთობა როგორ გამოგდის, ხო, ვასწავლიო? ხო, ანუ ჩვენი მსმენელები არიან 13, 14, 16, 17 წლამდე. თავიდან არის რომ შევდივართ ხოლმე, რომ ხდებით რომ შემოდიან, აი არიციან რა ხდება, ვინები არიან, რა უნდა გვითხრან. და აი უკვე სემინარის ბოლოს იქ სელფები წავიდა მე ტელეფონები და ხო რაღაც ჩემ მეგობართან ერთად ყუსასთან ერთად ერთი კაი ეტლით მოსარგებლე მეგობარი ყავს ძალიან ნიჭიერი გოგო
რომელიც ხოთაშორის მუშაობს მარიოტში და თავის საქმე აქვს, თავის დაწილად თვითონაც რაღაცა მაგალითის მომცემი არის. ვამბობთ ხოლმე რომ ჩვენ ვართ ეტლინატორები. ეტლინატორები ხო რაღაცა ჩვენი და გარდა სემინარისა შენს მსმენელებს ესე ყოველს უკვე შეუძლიათ ყოველ სამშაბათს ჩვენთან გიყურონ როგორც სხვა შეტყვის პირადი ეტლინატორია. კი და თანაც წამყვანი ჩვენი გადაცემის დღეიდან რა მაგარია. და ალბათ რაღაცა შენ ესეთი ჩანხარო ბევრი იდეაც გექნება ამ დღესთან დაკავშირებით. კი, თუნდაც აი ეს იდეა ძალიან ბევრი მადლობა ხوارგან ტიკარუხაძე დიდი მადლობა. ნუ პირველ დღეს გეპატიება ამდენი მადლობა. გეპატიება. ანუ ესეც ის იდეა იყო რომ თქვა ძალიან ბევრი შეშმო პირისთვის ყოფილიყო სტიმული, თქვა იგივე ჩემი მარტო ჩემი ესე ვიტყვი მოდეიტით მოსარგებლის გამოჩენა თქვა ტელესივრცეში. და აქედან გარდატეხა როგორც შენთვის მოხდა იმ ჩვენი ერთ დღეს ტელეეკრანთან ეხა ბევრისთვისაც შეიძლება მოხდეს სწორედ ჩვენი ტელეეთერის საშუალებით. იცით რა ერთმანეთის გამო სწავლობთ რა აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის თქვა თუნდაც ეთლით მოსარგებლის ცხოვრებაში უბრალოდ ზოგი პოულობს თავის თავს და ზოგი ვერ პოულობს. და ზოგს უშლიან. კი, აი ძალიან ბევრი ვიცით გოგოებო როცა სხედან სახში ძალიან ბევრი რამ შეუძლიათ, ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ აი ვერ აკეთებენ, ან თქვა ამბობენ რომ სხვებს აბრალებენ. კი, სხვისი დასაცინი რატო უნდა გავხდე? აი და რომეუნები რატო უნდა დაგცინონ? აი დამცინიან, რომ გამოვდიო, რა თქვა რაღაცნაირად მიყურებენ, ზოგი მოვა და აი წარმოიდგინეთ ახლა. იყო ეგეთი ვარი ძალიან ადრე. ამერანის წინ დგევარ და ველოდები ჩემს მეგობარ გოგოს, ნუ არა სიმპათი, უბრალოდ მეგობარი გოგო იყო, რომელსაც შევპედი რომ მეთქი მოდი კინოში წავიდეთ და მეცალა და მოსულიყო და აგვიანებს. ნუ გონია რომ ლამაზად მაცვია და დგევარ ახლა ამერანის წინ და რაღაც აქეთ-იქით ვიყურები სულ და ხალხი რომ გამოდიოდა ხო რა ესე ბავშვით ხელში მოდის ტიპი და ეს ორლარიანს მიგდებს და მე ვერ მივხვდი და რა ვიღე და უკაცრავად მეთქი და ცოტა არისო? არა მეთქი როგორ გეკადრება თქვი მოწყალებისთვის აქ არ ვდგევარ მეთქი და მალო მეთქი და შემომხედა და აი არც არაფერი არ ვთქვა სამ თქვა ბოდიში ან რაღაც გაეღიმა იმის ნიშნად რა თქვა რაღაცა ნუ მივხვდი რაღაცა არაფერი ესეთი არის ძალიან ბევრი და დღემდე ხდება ჩვენს თანამშრომელი შეესწრო სწორედ ასეთ ფაქტს თუმცა აქ უკვე ის ადამიანი ისეთ ხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა რომ რომელი ძალიან ბევრი არ გამოდის მაგის გამო ზუსტად ამას ვამბობ ძალიან ბევრი არ გამოდის იმის გამო რომ არ გვაქვს კულტურა არ ნიშნავს რომ ადამიანობა არ გვაქვს ეს არ ნიშნავს იმას რომ არ გვაქვს თანაგზნობა, ტვინი, ჭკუა უბრალოდ არ ვიცით ქცევის წესები და მოდით ერთად ვისწავლოთ რა და შენი მაგალითი მარტო ესეთი ეტლინატორებისთვის კი არ იქნება მაგალითი ჩვეულებრივად ზარმაცი როგორც თქვა ან დეპრესიასა და ნერვებს აყოლილი ადამიანისთვისაც მაგალითი იქნება რამდენი ვიცი რომ არც ეტლი ჭირდებათ არც ზაპოროჟიეში არ ჭირდებათ უქმად ატარებენ როგორც თქვა ამ ცხოვრებას სახში სავარძელზე ფეხმოთხმული ჯდომით და მისტირიან თავის ცხოვრებას წარუმატებელს. იცით რა მე ესეთ რაღაცას ვიტყვი. აი წარმოიდგინეთ რა საქართველოს თავის ისტორიიდან გამომდინარე სულ ბრძოლაში არის. გვაკლებენ ხალხს, გვიხოცავენ, ხან ცოტა ვართ, ხან მეტნი ვართ, უფრო მეტწილად ცოტა ვართ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იქ თქვათ ზოგი რო დეპრესიაში ჩავარდეს, ზოგმა რო ლოთობისგან თქვათ თავი მოიკლა, ზოგმა ნარკომანიისგან, აი რა დავჩებით მამაკაცები, ხო? ვინ უნდა დაიცვას ჩვენი სამშობლო, ვინ უნდა იდგეს აგერ მშვენიერის ქესის წარმომადგენლების გვერდზე, აი ვინ ქართველები ვინღა დავჩებით, თქვათ, ხო? ისე რომ თქვან რომ ქართველები რა ხალხი ყოფილან. მე ძალიან ბევრჯერ სირცხვილი მიჭამია საზღვარგარეთ ქართველების გამო და მე არ მithქვამს ის რომ მე მცხვენია რომ ქართველი ვარ, მაგრამ აი ძალიან ხერხულია საკმაოდ. კარგი, შევისწავლოთ ცოტა ხნით. ესეთი კაი ბიჭი შემოგვემატა ჩვენ და მიხარია რომ სუწუწუნებდნენ თან ბიჭები რა სათანი ვართ და აი აღარ ხარ ხო შემოგვიერთდებიან იმედი. შემოგვიერთდებიან ბიჭებიც დიმიტრი ახლა ხელჯოხებით არის აქეთ რაღაც ყავით. სამაგერ დათუა ტურაშვილი დღეს ჩვენთან და რეკლამის შემდეგ შემოგვიერთდება ახალი საკითხავით 2015 წლის.